საღამომშვიდობის ყველას, მოგესალმებით, აბა როგორ ვართ? მოვედი მეგობრებო, მოვედი თქვენთან, აბა როგორ ვართ? საღამომშვიდობის ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, სალამი. კარგად ვართ. საღამომშვიდობისა. ამოუწიო ერთი ელასტი, ხო? ჩამძვრალი აქ ნამეტარი გაძვრა, ხო? საცოდავს. გაძვრა დაიკლო მეგობრებო, დარდით აღარა მოკლედ. არა მიშავს მეგობრებო, ძალიან სტუმრიანობა მქონდა. გუშინ წავიდნენ შუადღით, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, გუშინ და დღეს აი დედას გექცევი, დღეს 2 საათი ვიძინე. ძალიან სტუმრიანობა მქონდა 3 დღე გადამბული, 11 ადამიანი მყავდა მეგობრებო. ოჯახის, აი, კარტი გადავჭეხე და ნახეთ. აი ეს რომ არ თქვენ ხარ შემიძლია, აი თქვენ ხართ ის ადამიანები, ნახეთ, ვისაც შეუძლია მიუთითოს. თქვენ ხართ ანგელოზად მოვლენილი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მიუთითოთ ადამიანებს, რომ აი წადი ეს გააკეთე, წადი ის გააკეთე, აი ეს ქენი, ის ქენი. აი ეს ხართ თქვენ მეგობრებო. ნახეთ, აი თქვენი პირდაპირ როგორ საუბრობს ასტრა ბარათები. ერთი წუთით ჩავუწიო ტელევიზორს. ხედავთ ხო? საღამომშვიდობისა მორგანა. აი მეგობრებო, აი ნახეთ უბრალოდ როგორი ადამიანები ხართ. მისაბაძი, მისათითე, აი თქვენ რომ ადამიანს ეტყვით, გაუპირდებით, გზასაჩვენებთ, აი სითბოს აჩვენებთ, სიყვარულს ასხივებთ. აი რა ვთქვა უბრალოდ, ნახეთ. აი ხედავთ რისთვისაა კარგი, რაც ნაკლებად ვაკეთებ ლაივებს, მით უფრო უკეთესი გამოდის. აი აფასებთ, აი გავაგრძელო უნდა ამითი. თქვენი დახასიათება უნდა გავაგრძელო ამითი კი. აი აფასებთ, ნახეთ ორ მხრივ სიყვარულს. აი აქ თქვენ იცით როგორები ხართ მეგობრებო, რასაც ღებულობთ, იმას გასცემთ. აი იმაზე მეც გასცემთ კიდე უბრალოდ. აი ამ ხელად გადაუქცევთ ადამიანს, დაუფასებთ. სასწაული ადამიანები მიყურებთ. საერთოდ არც მიფიქრია ახლა ამ დასტით, ასტრა ბარათით დამეწყო საუბარი. არ მიფიქრია. გადავჩეხე და დაიწყო. ჯერ გამარჯობის თქმაც არ დამიმთავრებია. აბდუშაჰილის არ იყოს, ჯერ მისალმებაც არ დამიმთავრებია, არ მაცადაო. აჰა. თქვენი ენერგიები. თქვენ ხართ მისაბაძი მაგალითი ადამიანების. აი ესე ხმამაღლა ვიტყვი. აი ეს ხართ თქვენ. კი. სულს რო გაუთფობთ, გულს რო გაუთფობთ, აი წამყვანი როლი რო გიკავიათ, აი ნახეთ უბრალოდ. აი უბრალოდ მეგობრებო, ეხლა სასწაულით უბრალოდ. პირველი 3 კარტი. მეგობრებო, ნახეთ? ეს ხართ თქვენ. ეს ვიცით რაც არის იმპერატორი, იმპერატრიცა, აი მზე ადამიანი, ქარცეცხლი ადამიანი, ქალღმერთი. ორ მხრივი სიყვარული და აი ეგერ ნახეთ, ეს ხართ თქვენ მეგობრებო. რასაც ღებულობთ, იმას გასცემთ და რასაც გასცემთ, იმას ითხოვთ ადამიანებიდან. აი ეს ხართ თქვენ. ითხოვთ ადამიანებიდან მეგობრებო. ითხოვთ, წადი გააკეთე ეს, წადი გააკეთე ის, ეხლა გააკეთე ეს, ეხლა ის, აი ეს ხართ თქვენ. ოღონდ კარგი გაგებით, ცუდი გაგებით არა მეგობრებო. ადამიანი რომელიც ვერ ხვდება, თქვენ მიუთითებთ. არა, ანამარია პირველი 3 დასტა. ასტრაბარათებით არ დამიწყია არასდროს და იმიტომ გგონია რომ დააგვიანე. არა. შემოვედი და გამარჯობის თქმაც არ დამიმთავრებია, უბრალოდ ხელს ამოყვა. ხო. როგორ ხარ? ხო, აი ეს ხართ თქვენ მეგობრებო, აი რა ვთქვა უბრალოდ.
უბრალოდ ბარათებს ვამზადებდი, მეთქი თქვენთან ერთად გადავჭა, ქვემოდან კიდე ეს ხართ თქვენ ნახეთ. აი სასწაული ლაივი გვექნება დღეს მე მგრძნობა. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც აი ესე არაფრის კეთებით მეგობრებო, არაფრის კეთებით, აი აქ ზიხართ თქვენ და არაფერს აკეთებთ. ამის კეთებით თავიდან ცხოვრება დაიწყეთ. ნახეთ? ეს ხა მეგობრებო. აი ესა უკვე მიღწევა. ამას უკვე მიღწევა ქვია. არაფრის კეთებიდან მეგობრებო, რა სასწაული ლაივია დღეს. მეგობრებო, ნახეთ, ხო არაფერი გააკეთეთ. თქვენ ხომ თქვენი ცხოვრება გაანოლეთ. თქვენ ხო ყველაფერი თავიდან დაიწყეთ. თქვენს ენერგიებს ვკითხულობ, მეგობრებო. აი თქვენთან სიყვარული მოდის. ადამიანი მოდის. მოდის უკვე გზაშია, მეგობრებო. ამას ელოდებით, ესა თქვენი ენერგიები. არაფრის კეთებით, აი რო არაფერი გააკეთეთ, აი მანდვართ, ზუსტად მაგ დაიწყო თქვენი ყველაფრის კეთება. აი ზუსტად მეგობრებო, თქვენ ხო არაფერი გააკეთეთ. ნახეთ? თქვენ ხო არაფერი გააკეთეთ და თქვენ ამ ყველაფრით, ამ არაფრის კეთებით ადამიანს მიუთითეთ, რომ გაეკეთებია თავისი გასაკეთებელი. ხო და გააკეთებს მეგობრებო, აგერა. აბატონო. ეს იმ ადამიანებმა, ვინც მართლა არაფერი არ გააკეთეს, აი თქვენთვის გააგრძელეთ ცხოვრება. ხა, იმაზე მაქვს საუბარი. თუ ვინმემ გადადგით კიდე ნაბიჯები, ხო, ცოტა დააგვიანდება, მაგრამ არც იმდენი, უბრალოდ ცოტა დააგვიანდება. ხა. აი ესეთ ენერგიებში ხართ, თქვენი ენერგიები ორი დასტით, მეგობრებო. აბა როგორ მოგწონთ? დღეს გვექნება სასწაული ლაივი როგორც ჩანს. ხა. ვაი, ხო ვერ ჩავაკმინდეს ტელევიზორი, კაცო. აიმე. არა გვიმღერდა? ზუსტადაც მორგანა. ზუსტადაც არც თიც გავანძრებ და არც ფეხს. ხა, არც თითი და არც ფეხი. აბა? ხო, მეგობრებო, ესეთია თქვენი ენერგიები. მოდი გავაგრძელებ ასტრაბარათით. თქვენი ენერგიები. კიდევ. თქვენი ენერგიები. ასწავლი თუ გინდათ უბრალოდ. არც მიფიქრია და რადგან ამით დავიწყეთ. ნახეთ? თქვენი ენერგიები ეს ხართ თქვენ და ხელში გიკავიათ ჯინის აქვია ჯინის აქვია მეგობრებო დამავიწყდა აი ჯინი როზის შით ალადინის ის რა ქვია ამას და დამავიწყდა ლამპა ხო აი ლამპარი ხო აი ეს გიკავიათ ხელში და ეს ეხლა გაააძვრეთ და თქვენი სურვილები უკვე მოდის არ ვიცი ხა რამდენი დაიჯერებთ მაგრამ აი გეფიცებით ასია კი ნახეთ ქვემოდან რა კარტია აი სასწაული თქვენი ენერგიები მაგი ადამიანები მიყურებთ ეხლა ამასთან თქვენი ცხოვრების მაგები ხართ უბრალოდ ეხლა ვინ როგორ გაიგებს ისაა საქმე თორე ნახეთ აი შვიათად ამოვა ეს ორი ერთად. აი ეს ხართ თქვენ. აი ეს ხართ თქვენ, თქვენი ცხოვრების მაგები. ეს ორი სასწაულია ერთად მეგობრებო. ქარცეცხლი. ქარიშხალი. მაგი. ჯადოქრები ხართ, ოღონდ კარგი გაგებით, ჩემო ძვირფასება. კარგი გაგებით ოღონდ. ვაი. ხა არ ვიცი ხა თუ აფასებთ საკუთარ თავს სამაგისოთ თორე ხო დასტებმა რაც თქვა ესაა რომ თქვენ თუ ვერ შეაფასეთ საკუთარი თავი აგე ასტრაბარათებმა იცის ვინც ხართ კიდევ თქვენი ენერგიები ბალანსი თქვენი ცხოვრება და ზოგადად ადამიანების ცხოვრება მოყავთ ბალანსში ნუ ეხლა ამ სამი სურათით სხვა რა შეიძლება ვივარაუდოთ თუ ის არა რომ აი ყველაფრის დაწყნარება შეგიძლიათ აი
აი შეგიძლიათ ჭექაქუხილიან ცაზე მზე გამოანათოთ მეგობრებო, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით, როგორც გინდათ ისე გაიგეთ. თქვენ რომ ადამიანის ცხოვრებაში შედიხართ, იქ მზე ანათებს, იქა ბალანსი, იქა სიმშვიდე, იქა ჰარმონია, იქა არ ვიცი. ხო, იქა პარტნიორობა. იქა ურთიერთობა, ნახეთ, სადა არის? აი, ორმხრივი. იქ არის ურთიერთობა ორმხრივი. ესა ორმხრივი ურთიერთობა. გინდ მეგობრული, გინდ მეზობლური, ნათესაური, გინდ პარტნიორული, ყველაფერს აბრუნებთ, აი საკმარისი რაოდენობით. მინდა გითხრათ, კი. ასე რომ ისეთი დახასიათება გაქვთ ამჯერად, რომ სასწაულები ხართ. კიდევ თქვენი ენერგიები. აი, ბევრს გიყვართ ღამე. ღამე გიყვართ ბევრს, მთვარიანი ღამე გიყვართ, მთვარეზე ყურება გიყვართ, ღამის ბუები ხართ, ბევრს ღამე თენება გიყვართ, რაღაცის კეთება გიყვართ. ვინ რას აკეთებდა, ვინ რას ეხლა მეგობრებო, თქვენი პოზიცია აიღეთ. ვინ რაღაცებს აკეთებთ, ვინ ხელებით აკეთებთ, ვინ საჭმელს აკეთებთ, ვინ ბალახებს ურევთ, ვინ რას აკეთებთ და ვინ რას მეგობრებო. ხო. უმეტესად გიყვართ ღამე. ღამის ბუები ხართ რო იტყვიან. კიდევ თქვენი ენერგიები. ცოტა სიეშმაკე გაქვთ, ესეც გაქვთ, იცით როდის რა გააკეთოთ. ნუ ახლა სხვანაირად როგორ შეიძლება. ხო, ბევრს კიდევ რაღაცის წერა გიყვართ. ვის ხატვა გიყვართ. ვის მუსიკა გიყვართ. ხო. რაღაცას აკეთებთ მოკლედ. ძალიან ჭკვიანები ხართ. აი რა ვთქვა, არ ვიცი მეგობრებო, თქვენ ხართ ხელგამოსული ადამიანები. ბევრს კერვა გიყვართ, ბევრს ქარგვა გიყვართ, ბევრს რაღაცის კეთება გიყვართ. ხო, აი მამაკაცების შემთხვევაში შეიძლება რაღაცა სპორტით იყოთ დაკავებული, თუ კი მამაკაცები მიყურებთ, შვილდოსნები ხართ კიდევ აქ ბევრი. ტყვიას აჯენთ, რო იტყვიან. ხო, კიდევ აქ შეიძლება იყოს ხო, კიდევ შეიძლება გიყვარდეთ თევზაობა ბიჭებს. თუმცა ქალბატონებსაც უყვართ. მე მაგალითად ძალიან მიყვარს თევზაობა მეგობრებო, გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან. კი, ბავშვობაში მქონდა ჩემი ამკესი და ვთევზაობდი. გაგიკვირდებათ, მაგრამ თევზაობდი კი. ძალიან მიყვარს თევზაობა. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო. და ეს არის თანამშრომლობა. ძალიან გიყვართ მაგალითად პარტნიორული ურთიერთობა იქნება თუ ბიზნეს პარტნიორობა თუ მეგობრული, ძალიან გიყვართ ურთიერთობაში საუბარი, თუნდაც რჩევების მიცემა, აი თუნდაც რაღაცა თქვენებურად ადამიანებს მაგალითად რაღაცა ასწავლოთ, ან გაფრთხილება მიცეთ. აი რაღაც ესეთი მსგავსი, იმიტომ რომ აქ მაგებად ამომიხედით მეგობრებო, ამიტომ კი, ნუ ამის გარეშე არ შეიძლება რო იყეთ. ხო. თან თქვენ ხართ აი ქართულად როგორა ნასტავნიკ, ქართულად როგორ ითარგმნება წინამძღვარი. ხო, შეიძლება ესე იყოს. ხო, ესეთი შეიძლება იყოთ. ხო. და კიდევ ერთი ბარათი. ამით შემიძლია ვთქვა ის, რომ ხართ წესრიგის მოყვარულები. აქედან დავიწყებ.
ხართ ხო წესრიგის მოყვარულები შეიძლება კიდევ ვიყვეთ რაღაც საქმით დაკავებული აქ კიდევ მაჩვენებს მეგობრებო რომ ბევრი თქვენთაგანი არის ეჭვიანიც ქალბატონები თუ მამაკაცები მიყურებთ არა აქვს მნიშვნელობა ვინც მიყურებთ უმეტესობა თქვენთაგანი არის ეჭვიანიც აბა აღიარეთ ეხლა ხო აღიარეთ აბა ეხლა მეგობრებო ეჭვი შეიძლება ამას არ აღიარებთ მაგრამ აბა საკუთარ გულში ჩაიხედეთ ეხლა თუ არ ხართ ასე ხო და კიდევ მაჩვენებენ იმას რომ ძალიან დიდი უბედურება გაქვთ გავლილი აი ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ გავლილი ეს რა შეეხება მე არ ვიცი მაგრამ შეიძლება ვინმე საყვარელი ადამიანი დაგაკლდათ შეიძლება რაღაც რთული ჯოჯოხეთური ცხოვრება გაქვთ გავლილი ეს არის ზოგადად ეს არის უბედური ადამიანის გაუბედურებული ადამიანის სურათი ანუ უყურეთ მეგობრებო შეიძლება გაკლიათ მშობლები შეიძლება გაკლიათ აი ესეთი ადამიანის დანაკლისი, აი ვთქვათ, ეხა მე შვილი მაკლია მაგალითად, ხო, ეს ჩემთან ესე დაჯდება, რეზონირდება, ნუ ვის რა და ვის ვინ და ვის ვინ, კი ბატონო. ჩემ შემთხვევაში შვილი, ანუ გაუბედურებული ადამიანის სურათია ეს, ნუ ეხლა ცუდად არ გამიგებთ იმედია, მაგრამ ხო, ნუ ეს უნდა ვთქვა. ხო, შეიძლება ისეთი ცხოვრება გაქვთ გავლილი, ხო, რაღაც ისეთი დიდი ტკივილი გაქვთ გავლილი, რომ აი თქვენზე ძალიან დიდი კვალი დატოვა ამ ყველაფერმა. ხო. შეიძლება ბევრი თქვენთაგანი კი სასაფლაოზე დადიოდეთ, ნახეთ, აქ ყვავილებია და ქვემოთ კიდევ ფეხით დგას, ხო, ეს შეიძლება იგულისხმებოდეს იმაში, რომ სასაფლაოზეც დადიოდეთ, კი, მოკლედ. ნუ ეხა მეგობრებო, ხო, აღარ გავაგზელებ. ერთ ბარაც კიდევ ამოვიღებ. ხო, ბიჭების შემთხვევაში, ნუ შეიძლება გოგოებიც იყეთ ფორმიანი, რაღაც ფორმასთან დაკავშირებული, საქმიანობით იყეთ დაკავებულები, ზოგიერთები შეიძლება იყოს მამაკაციც ფორმიანი და ქალბატონიც, რამე სახსჯელ აღსრულების დეპარტამენტიდან და რაღაც ესეთი მსგავსი კიდევ მეგობრებო, ბარმენი, მენეჯერი და ასე შემდეგ. ხო. და კიდევ არ გავჩერდები ამ სურათზე და არ გავჩერდები მეგობრებო და კიდევ ამოვიღებ რამდენიმეს. რამდენიც არ უნდა ეხლა ასკრინო მაგი გიორგი 22. არ მაქვს კითხვებზე პასუხი მეგობრებო. არ მაქვს მეგობრებო. ეს სურათი არის ანალიზის, შედეგების და კიდევ ნუ ხო, ანუ მოლოდინი გაქვთ იმის რაც დათესეთ. ანუ შედეგს ელოდებით, იმ შედეგს ელოდებით, რაც გააკეთეთ. რაღაც დათესეთ, რაღაც გააკეთეთ, რაღაც მოზილეთ, რაღაც გამოაცხეთ, რაღაც შეკერეთ. ანუ ხო ხვდებით მეგობრებო? ხო, ამის შედეგს ელოდებით. ამ ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ანალიზებთ კიდევ რაღაცას აანალიზებთ ზოგიერთები და კიდევ შედეგს ელოდებით ამ ყველაფრიდან. რაღაცის მოლოდინში ხართ. ოღონდ ეს კარგის გაგებით. ხო. მოკლედ ესეთი იყო თქვენი ენერგიები ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ქვემოდანაც ზუსტად ესეთი ფოტოა, სამზადისი, ეს არის აპლიკაცია რაღაცის, სამზადისი რაღაცის დაწყება, დაწყებული გაქვთ უკვე რაღაცა, დაინახეთ, უკვე აცხობთ თუ რაღაცას, დაწერით რაღაცა, გააკეთეთ რაღაცის სამზადისი გაქვთ უკვე. ჰათუჰა გამოცხეს, უნდა გამოიღოთ მეგობრებო, თქვათ, ხო? ანუ რაღაცის სამზადისი უკვე შედეგს ელოდებით. მოკლედ ესეთ იყო თქვენი ენერგიები და სასწაულ ენერგიებში ხართ მეგობრებო, მინდა გითხრათ, ეს არის არაჩვეულებრივი, რაც მე ეხლა აქ მაჩვენეს ასტრაბარათებმა და თუნდაც ტაროს დასტან, აი ამ დასტან. ხო, გავიმეორებ თქვენ არაფრის კეთებით, გააკეთეთ უკვე ყველაფერი და ის რაც გააკეთეთ, ამის შედეგს აიღებთ ეხლა მეგობრებო, უბრალოდ როგორ აჭიკჭიკ და ორივე დასტა ერთად. შინ არსი ზუსტად დაჯდა მეგობრებო.
ესეთი იყო თქვენი ენერგიები. ხა, ეხლა მინდა გადამიცვიდა კარტები და ოხ, რა უბედურ დღეშია თქვენი პარტნიორი, ნეტა იცოდეთ, აი, ნახეთ რა გადამიცვიდა. თქვენზე ბჭობს ვიღაცასთან თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ეს ადამიანი შეიძლება მაგთანაც დადიოდეს და თავის ცხოვრებას იკვლევდეს და ამ მაგზე უბნება რომ ეს ასე მინდა, ეს ისე მინდა, ეს ასე უნდა გავაკეთო, ეს ასე გამიკეთე, ეს ისე გამიკეთე, კისერი მომჭერით თუ გინდათ ეს ადამიანი მაგთან დადის და თავის ცხოვრებას ალაგებს ამით, ნუ რა ვთქვა, არ ვიცი, მეგობრებო, ქვემოდან რა კარტია, კარგ ფულსაც იხდის ამაში. კარგ თანხასაც იხდის ამაში, იცოდეთ. ეხა არ მითხრათ არა, უბრალოდ არ მითხრათ. ეს ამბავი ეხა სხვა დანარჩენი ზღაპარი არ მომიყვეთ, ეს იცით რატო? ეს იმიტომ რომ ეს ადამიანი შოკირებულია თქვენგან. მე არ ვიცი რა გაუკეთეთ, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს არაფრით. ხო, თქვენ გააკეთეთ ის რომ არაფერი გააკეთეთ, იმედია მიხვდით. ხო, ამიტომ თავის ცხოვრებას რო ვერ ალაგებს დადის მაგთან, კი არ დადის დარბის, ენა გადმოვარდნილი. აი ეს დარბისა. ეს სირბილიც არა, ეს არის გაფრენა და გამოფრენა, დაფრინავს. როდის წინა და როდის უკან მორბის კაცმა უწყის, არ იცის, იმიტომ რომ დაადგით გვირგვინი თავზე და ჩამოამხვეთ მე და ჩამოაკოკლოზინეთ აი მე როგორ მიხარია, თქვენ არ იცით. ეს რა გააკეთეთ? პროსტა თქვენ ვერ ხვდებით რა გააკეთეთ. რა სასწაული გააკეთეთ. ეს ადამიანი ხო დატოვეთ ჩალა გამოვლებული. ცარიელი ფიტულია დარჩენილი მეგობრებო. მარტო არის ჩონჩხი დარჩენილი. შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობითაც ძალიან დასუსტებული იყოს ახლა. ეს სირბილი უშვება ისე ამ ყველაფერს რო იცოდეთ. ამ ყველაფერს უშვება აი ეს სირბილი იქ რო დარბის, საცხარო დარბის. შოკია არა მეგობრებო. კრუნჩხვები აქვს დაწყებული. რომელი შოკი კრუნჩხვებში ადამიანი მეგობრებო. დადებილებულია, სულ ამ სიტყვის მნიშვნელობად. ეს გამოლენჩებული ოთახში ზის. აი ამას ქვია ბალზია და ტყემალს ჭამსო. ხო. ეს იცით რა მოგნა? ალიე და ოსიე. უკან ნახეთ სურათები? ალი, ოსი, ოსმანა. ხო, ამან უკნა ეს, მეტმა კი არაფერმა მეგობრებო. ხო. ყველას რო უსმენს. ყველას რო ეკითხება ყველაფერს, თქვენს გარდა. თქვენ არ გეკითხებათ მარტო დანარჩენებს, თქვენ არ გისმენთ მარტო დანარჩენებს, ყველას უსმენს. ალი, ოსმანა, კი ბატონო. ალიე და ოსიე. ხო. ასწავლათ მეგობრებო. თქვენს გარდა ყველას უსმენდა. კიდევ მისი ენერგიები. ეს ადამიანიც ელოდება რაღა, ხო გეუბნებით ამ ადამიანმა ეს გააკეთა. აი ეს გააკეთა ამ ადამიანმა და ახლა შედეგებს ელოდება. საცოდავი მისი დღე. რატო, ნამარია? ალი და ოსიე. ხო, ნუ მე მივხვდი ახლა შენ რატომ მე კარგად მივხვდი ახლა რატომ დაემთხვა შენთან მაი ამბავი. ანა მარია ვიცი. ხა. ასაცილო თუ არა, სატირალი უნდა იყოს მაინც. მეგობრებო. ხა, ამ ადამიანმა რაღაცა გააკეთა, მეგობრებო და შედეგებს ელოდება. კითხვაზე პასუხები არ მაქვს. რუსლანი, კითხვაზე პასუხები არ მაქვს.
უფალს შეწყალებული ყავხარ ანა მარია. ოსმანა. აი აღარ შევიცვლი. ანა მარია რას მერჩი? შენი ოსმანა. ალი ოსმანა ანა მარია. ხო. ეს ხართ თქვენ. ესაა თვითონ. ეს ხართ თქვენ. ნახეთ? არ ვიცი ხა როგორ ჩანს მაქედან. მაგრამ მე მგონი კარგად უნდა ჩანდეს. ესაა თვითონ ანა მარია. ეს ხარ შენ. მეგობრებო, რადიკალური სხვაობა გაქვთ. რადიკალური სხვაობა გაქვთ. გასხვავდებით ერთმანეთიდან. ასაკით, რელიგიით, წარმომავლობით, სიმდიდრით, სიღარიბით, მოცულობით, სიგანით, სისქით, სიმაღლით, რა ვიცი, ყველაფრით. ძალიან ბევრი სხვაობაა. შეიძლება ზოგიერთები მართლა მუსლიმანები იყვნენ და ზოგიერთები ქრისტიანები. ხო, ამ ადამიანს თქვენს იქეთ ბევრი ყოლია, როგორც ჩანს. მაგრამ ყველაზე მეტად თქვენ კაშკაშებთ მისთვის. ხო, ყველაფერი ერთად ჭირს, კი. ხო და ეხლა ზის და ელოდება შედეგს. რაღაცები წაიკითხა, რაღაცები გააკეთა ამ ადამიანმა, დაცვა აქვს გაკეთებული, ეს თავდაცვაც რო ვიგულისხმოთ. შეიძლება რაღაცა გააკეთა ისეთი, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ დაუშავოს, მაგიის მხრივ თქვათ. ხო. ამიტომ ლოცვებს კითხულობს თავისებურ ვინ რა წარმომავლობისა ახლა იმის და მიხედვით ეს ადამიანი ლოცვებს კითხულობს, შეიძლება კითხულობდეს ყურანს, შეიძლება კითხულობდეს ბიბლიას, შეიძლება რას და შეიძლება რას მეგობრებო. ხო, შეიძლება კიდევ მანტრებს უსმენდეს, რაღაცებს აკეთებდეს. ხო, აი მეგობრებო, ხვდებით, ხო? საცოდავი მისი დღე. ხო და კიდევ მისი ენერგიები. რა ჭიკჭიკდით დღეს, შორიდან გიყურებს. ისეთი მიმზიდველები ხართ, ისეთი აი ამ ადამიანს მესამყაროებიო რო გეტყვით, ის ხართ თქვენ მისთვის მესამყაროებიო, ასე ამბობს თქვენზე. შორიდან გიყურებთ მეგობრებო. ამოყირავთ, უთქვენოთ ამოყირავებულია ესაც სათავი. რა უყურა, უშველო არ ვიცი. ხო, ახლა გიყურებთ. შორიდან გიყურებთ და უკან ცეცხლი უკიდია. ამ საწყალს. ხო. ეს ადამიანი ცუღლუტობს, კი? ეს სურათი თქვენთანაც ამოვიდა, მაგრამ ეს განსაკუთრებით ცუღლუტობს. ხო, აი იცით რა, ეშმაკობს. აი თვალებში რო გიყურებთ და რო ეშმაკობს, აი ზუსტად ამაზეა ნათქვამი მეგობრებო. აი ესეთი შინაარსი მომდის. თვალებში გიყურებთ ეს ადამიანი და გატყუებთ. რას გატყუებთ ახლა მე არ ვიცი, ამას თქვენ თვითონ მიხვდებით, მე რასაც ვსაუბრობ. აუცილებლად ხვდებით რაზე მაქვს საუბარი. მე არ ვიცი, ბევრი ხართ, ამიტომ თქვენ მიხვდებით მე რასაც ვგულისხმობ. ხო. ეს ადამიანი შეიძლება წერდეს და წაშალოს. დაწერა წაშალა. წერს და შლის. აქ კიდევ მეორე ის მომდის, რომ თავის დაწერილს თვითონ თამაშობს. შეიძლება იყოს არტისტული ნიჭით დაჯილდოვებული ეს ადამიანი. კი, ესეთი შეიძლება იყოს. ამ ადამიანს შეიძლება კატაც ყავდეს. რაღაც ცხოველი ყავდეს. ბაღლი ან კატა, ნუ ახლა აქ კატა ხატია და ეს ცოტა ეშმაკობის და ძლიერი ადამიანის ფოტოს სახეს მაჩვენებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ცხოველიც ყავდეს, კი. კატა ან ძაღლი ვთქვათ, რაღაცა ცხოველი ყავდეს შეიძლება.
ხო, შეიძლება ფრინველიც ყავდეს. არც ესაა გამორიცხული, ბუ, მაგრამ ბუ, რაღაცაი ბუ. ხო, რაღაცა ფრინველი ყავდეს, ჩიტი ყავდეს, რაღაცა შეიძლება ყავდეს. კიდევ. ხო. ამ ადამიანს ძალიან ბევრი გამარჯვებები აქვს, მინდა გითხრათ. თუ სპორტის სახეობითაა დაკავებული, შეიძლება რაღაც წარმატებები ქონდეს, შეიძლება ცხოვრებისეული მიღწევებიც ქონდეს, მეგობრებო, ამ ადამიანს. ამიტომ ვისთან რა და ვისთან რა, სხვათა შორის ძლიერია, ვიზუალურად შეიძლება ძლიერიც იყოს. ხო. ვიზუალურად შეიძლება იყოს ძლიერი. კიდევ რა შეიძლება ითქვას? მოკლედ ამ ადამიანს რაღაცა მოაქვს თქვენთან. რა მოაქვს ახლა მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება იყოს ბეჭედი, შეიძლება იყოს გული, თავისი გული მოაქვს, დიდი სიყვარულით მოდიოდეს, ახლა არ გამომიხტეთ აქ. ამ საღამოს ჩემთვის ძლივს ვარ ისე რაც. ხო, ისეთი ძლიერი წამალი მაგ დალეული წელი რო არ მტკიოდეს, მეგობრებო, გაქცევას მოახერხებ. რომ გამომეკიდოთ. ხო, ასე რომ აზრი არა აქვს. ამიტომ მეგობრებო, ამ ადამიანს ხო შეიძლება მოაქვს ესე დიდი გული. ეს ადამიანი შეიძლება მოდიოდეს ნელი ნაბიჯებით, მაგრამ ძლიერად, მყარად მოდის. ხო. ეთყობა ძალიან ბევრი დააგვიანა. იგვიანებს. ხო. მოქნილობა აკლია ამ ადამიანს, გაბედულება აკლია. ხო, მაგრამ როგორც მოდის, მყარად მოდის. მინდა გითხრათ. ამდენად გაგიკვირდებათ ახლა ეს ამბავი, მე არ ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ რასაც ვხედავ, იმას ვამბობ და ნუ ეს ელასტიკები არ გაუძრია ჯერ, ნუ რა ვქნათ ახლა, ეს აქვს ახლა შარმი, ელასტიკებიანი ადამიანის შარმი აქვს ახლა. მე მაგალითად მთელი დღე და მოსწრება ელასტიკი მაცვია, მეგობრებო. სხვისი არ ვიცი. ხო. ამასაც რომ მაცვია, იგია საქმე, თორემ მე რომ მაცვია, ახლა მე არ ამიშავს. ამას რომ მაცვია, იგია საქმე, თორემ. ხო. ხო. ხო, რა ვიცი, ახლა რა ვერ გეიხადა, ხედავთ, ხო? ხო. მოკლედ ასია მისი დახასიათება. ამ საწოდავის, ობლად დარჩენილის, მიტოვებულის, ხო და რა ვთქვა, კიდე არ ვიცი. ეს ადამიანი კიდევ როგორაა, რაღაცა ჩამოწერილი აქვს, ნარმა მიტკალი, რა გინდა მითხარიო. რაღაცებს კითხულობს. რაღაცას აკეთებს, მეგობრებო, კი. მოკლედ რა ვიცი, ესეთი იყო მისი ხასიათება. ეს სიტყვები საიდან მოდის და არ ვიცი, ანამარია ხა, მე აქ არ ვაკონტროლებ, მეგობრებო. ყოველთვის არა ხშირად ვიცი თქმა, როდესაც მე ვამთავრებ ლაივს და გადმოვტვირთავ ლაივს ტელეფონში, მეგობრებო, სანამ ავტვირთავ YouTube-ზე და თქვენამდე მოვიტან, ვუსმენ მე. მეც მაინტერესებს ეს შეკითხვა, ანამარია, საიდან მოდის ეს სიტყვები? არ ვიცი. არ ვიცი, მეგობრებო. მეც შოკი მემართება. სხვათა შორის. არ ვიცი, საიდან მოდის, პასუხი არ მაქვს. სალამი, მორიელ, როგორ ხარ? მოკლედ, მეგობრებო, ესეთი იყო თქვენი დახასიათება, მოკლედ. ახლა მე რაც მინდა დავიწყო, ჩვენი დღევანდელი ლაივი იქნება ესეთი. რასა იქმს ვაჟბატონი თუ ქალბატონი ამოვარდა აი ეს.
კვერთხების მეფე. დღევანდელი ჩვენი სათაური იქნება ესეთი: რასა იქმს პარტნიორი? ვისი ქალბატონი და ვისი მამაკაცი? მე თუ არ დავწერე ხო მეგობრებო, დამავიწყდება. ამიტომ უნდა დავწერო, თქვენ დამელოდეთ. მოგესალმებით, მანამდე მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა თითოეული თქვენთაგანს. ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მე იმედებით, მოკლედ არ ვიცი. მაპატიოთ უნდა. მაპატიეთ არა, უნდა მაპატიოთ. დაგვიანებები უნდა მაპატიოთ. მეტი გზა არ გაქვთ. თქვენც ხო იცით, რომ მეტი გზა არ გაქვთ. მე არ მაქვს აბა მეტი გზა. მე საერთოდ არ მაქვს სხვა გზა და არც თქვენ გაქვთ გზა, რომ არ მაპატიოთ. ხო. უმორჩილესად ვითხოვ პატიობას. არა უშავს მორიელ, მთავარია შენ მოგვისმინე. ხო. რასა იქმს პარტნიორი. ჩვენი დღევანდელი სათაური. ვისაც გაინტერესებთ, დარჩით. ვიხალისოთ მეგობრებო. რასა იქმს პარტნიორი და ამ ადამიანს რაღაც დამალული აქვს თქვენთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის კვერთხების მეფე, ჩემო ლამაზებო. ეს ადამიანი გიმალავთ რაღაცებს კი, რაღაც აქვს. ანუ ამ ადამიანზე თქვენ ბევრი რამე არ იცით. შეიძლება გიმალავდეთ იმას, რომ ყავდეს ოჯახი, იყოს დაოჯახებული. დაოჯახებულში იგულისხმება ცოლი. ხო. ხო. შეიძლება ყავდეს ცოლი, შეიძლება ყავდეს შვილებიც, შეიძლება ყავს პარტნიორი და ასე შემდეგ. და შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა ეს არ იცით. ან მოგვიანებით გაიგეთ, ვთქვათ. ხო, ხო, ანუ ამის თქმა მინდა. კიდევ ამ დღეს ასე წავიკითხავ სწორ მდგომარეობაში კარტებს. არ ამოვაბრუნებ, რატომღაც დღეს ესე მომინდა მეგობრებო. ხა ახლა ცოლი თუ გაუთხოვდა, მაი კიდე არ ვიცი. ხო, ეს ადამიანი ახლა გადართულია ფინანსებზე. ფინანსური, მატერიალური სიტუაცია აქვს ახლა ამ ადამიანს კარგად, მოდი ასე რომ ვთქვათ, კი. ფინანსები კარგად მიდის. გეუბნებით თქვენ შორის რაღაც სხვაობაა. ხმლების პაჟი და ყურეთ ახლა რა ხდება აქ. აქ ხდება მტრისას. ხმლების პაჟი და ხმლების დედოფალი. ეს ხართ თქვენ. ხო, რა არ ვიცითო. ხა. როგორ არა სასურველი ინფორმაციას, საჭირო ინფორმაციას მაინც აიღებთ მეგობრებო. უბრალოდ თქვენი რაცა ის აიღეთ. თუ არა ცოლიანი და თუ არა გათხოვილი, არც მაგას არ აუშვას. შეიძლება ერთი მაგი არ დაემთხვა, სხვა რამეები დაემთხვა შეიძლება, ამიტომ თქვენი სიტუაცია რაცა ის აიღეთ, დანარჩენი არ მიიტანოთ გულთან. ხო. ვის ცოლი გაუთხოვდა და ვის ქმარმა ცოლი მოიყვანა მეგობრებო. ნუ ვის რა და ვის რა ახლა. ხო. თქვენ ხართ ხმლების დედოფალი. ამ ადამიანმა იმდენი გიქნიათ ეს ხმლები მეგობრებო. ხო? არანაკლებად შეგიყვანათ ხმლების პოზიციაში თქვენც და ახლა ხმალაობთ. ხო ნახეთ? ხმალაობთ ახლა თქვენ. პირდაპირ მნიშვნელობით. აჰა. ეხლა მე თუ არ ჩაუწიე ტელეფონს, დამავიწყდა მეგობრებო. არ გამოვა არაფერი. გავაგზელებ ახლა. მოკლედ, არც თქვენი ხევთ უკან და არც ის ადამიანი. არც თქვენ და არც თქვენი ვაჟბატონი თუ ქალბატონი ხმლების ბოდიალში. ასე ვიტყოდი. ეს ადამიანი ამბობს, რომ თქვენ უფრო მეტად ებრძვით ვიდრე თვითონ. ხო. საცოდავი შეშინებული გიყურებთ მეგობრებო. ეს ადამიანი ესე მინდა გაჩვენოთ. აი, ესე მინდა გაჩვენოთ. ეხლა მე უბრალოდ ხო, სიტუაცია. ეს ადამიანი მეგობრებო, შეშინებული გიყურებთ. და რატომ გიყურებთ, იცით? რა დღეში ხართ მას უკვირს, პირი აქ დაღებულია. პირ დაღებული შეშინებული გიყურებთ.
თქვენ გამო ამ ადამიანს იმდენი პრობლემები აქვს ახლა, ნახეთ? ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობის პრობლემა, ფსიქოლოგიური, მორალური და პრობლემები სამართალთან. მემკვიდრეობის პრობლემა შეიძლება იყოს აქ. ამ ადამიანმა იმდენი ბრძოლა შეიძლება თქვენთან მიმართებაში გამარჯვებული გამოვიდა, მაგრამ ნახეთ სანაგეროდ დანაკარგებში მეგობრებო, ამ ადამიანს ეხლა არ ვიცი დაიჯერებს თუ არა, მაგრამ ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა გააჩნიათ. ეხლა არ გამომიხდეთ ამისთვისაც აქმე. სირცხვილი მისთვის უცხოხილიაო არ მითხრათ. ეს ადამიანი რამდენადაც არ აღიარებს მის დანაშაულს, იმდენად ჭამს შიგნიდან მისი ცოდვები ამ საცოდავს მეგობრებო. ქვეყანა სამყარო ჩხალით დახურული არ გეგონოთ ოღონდაც. რაც დათესა იმას იმკის. ხო. ასია მისი დღე. რას აიქმს და უბედურად არა, რას უნდა იქმდეს ეს ლოცვით მობრუნებული. ამას ქვია ლოცვით მობრუნებული. ხო. ძალიან დიდ დანაკარგებშია იცოდეთ. რა ხდება მასთან? კი ხო, იმიტომ რომ ამას არ გეუბნებათ. ბევრ რამეს არ გეუბნებათ. თქვენ ბევრი რამე არიცით ამ ადამიანზე მეგობრებო. არა მხოლოდ ის რომ ცოლიანია, ძალიან ცუდად აქვს საქმე, ესეც უნდა იცოდეთ. უბრალოდ არ გეუბნებათ თქვენ, დაგიმალავთ. ეს ადამიანი შეიძლება გარეგნულად გაჩვენებდეთ რომ კარგათაა. ლოცვით მობრუნებული კი, ანა მარია. არც ლოცვები აღშველის ამ საცოდავს. აია. ამას არც აგიახშველის იცოდეთ. ზის ესე და გიყურებთ, სადღაცა გიყურებთ. იცით რას ამბობს? გაგიკვირდებათ, მაგრამ მეგობრებო, ნახეთ რას ამბობს. ამბობს იმას, რომ რაც მჭირს, სამართლიანად მჭირსო მეგობრებო. ამ ადამიანმა თუ დაკარგა ქონება, თუ დაკარგა ცხოვრება, თუ დაკარგა სიყვარული, დაკარგა ურთიერთობა და მისთვის ძვირფასი რამ დაკარგა, თვითონ ამბობს, ხო, აი ნახეთ, რამდენი ოცნებები დაკარგა. ხო, ეს მე სამართლიანად მჭირსო ამბობს. ხო. ძალიან ბევრი სურვილი დაკარგა თქვენთან დაკავშირებით, სრულყოფილება დაკარგა თქვენთან დაკავშირებით. ვისი მოპოვებაც უნდა. არ გეგონოთ რომ ამაზე ხელი ჩაიქნია ამან, არა მეგობრებო. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამე დაკარგა თქვენით, მაგრამ თქვენს გაშვებას არ აპირებს. ეს ადამიანი გიყურებთ შორიდან. თუ როგორი სრულყოფილები ხართ, როგორი წარმატებულები ხართ, როგორი დაბალანსებულები ხართ, აი როგორი თბილები და მეგობრულები ხართ, როგორი სტაბილურები ხართ თქვენ ცხოვრებაში. და რას ამბობს იცით? თქვენ ხართ არჩევანის წინაშე. ანუ არჩევანი თქვენს ხელშია ეხლა. რას აირჩევთ? აქამდე თუ მასზე იყო დამოკიდებული, ეხლა თქვენზეა მეგობრებო. ხო, ამის ეშინია, საცოდავს. ნახეთ, თქვენთან როგორი ბედნიერი. ოი, თქვენთან ოჯახი უნდა. მეგობრებო და არა აქვს. მეგობრებო, როგორაა თვითონ? საცოდავი, ხედავთ ხო? ეს ხართ თქვენ. ეს ხართ თქვენ. რა ხდება მის ცხოვრებაში? თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება? ძალიან მაინტერესებს. რა ხდება მის ცხოვრებაში? მოდი ვკითხოთ, თუ იქ მესამე პირთან იმყოფება, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება მშობლებთან იმყოფებოდეს მეგობრებო. ვკითხოთ, რა ხდება იქ, სადაც არის იქ რა ხდება? ამ ადამიანმა წერტილი დასვა იქ და რაღაც ახალი დაიწყო. რა ხდება იქ და ტყუილები? ამბობს იმას, რომ ჩემი ცხოვრება ტყუილიაო. რა ხდება იქ და ნახეთ, იქ ხდება კამათი გაურკვევლობა, რაღაც მოლაპარაკებები, მაგრამ მოლაპარაკებები, რომლებსაც შედეგი არ აქვს. წასვლა ხდება იქ და ახალი ცხოვრების დაწყება. წასვლავისთან ცხრიანების მონეტებთან. ქალი, რომელიც არის ცხრიანების მონეტა. ქალი, რომელიც არის სტაბილური თავის ცხოვრებაში.
ქალთან, რომელსაც აქვს თავისი მიღწევები, რაღაც დაგროვებული ცხოვრება აქვს ამ ადამიანს, რაღაც ცხოვრებისეული გავლილი აქვს, რაღაც დანაზოგი აქვს, დაგროვებული აქვს, ცხოვრება ნანახი ადამიანია. ანუ აქვს რაღაც შექმნილი ამ ადამიანს. ა ბატონო, მიდის იქ. ხა. მიდის. ამ ადამიანს შეიძლება ყავდეს მანქანა. ხო, თვითფრინავზე არ გვაქვს საუბარი. ნუ შეიძლება ერთეულებთან იყოს ესეც. ან ხშირად გადაადგილდებოდეს ეს ადამიანი, ხშირად მოგზაურობს, მგზავრია, ტურისტია, მოგზაურია. გზაშია სულ. ყველა გაჩერებაზე ჩადის. ხა. ყველა გაჩერებაზე ჩადის. ჩადის და მე ისე ამოდის. კარების დახურვამდე ამოდის მე, ანავარია. ხა. ერთ ადგილზე ვერ ჩერდება როგორც ჩანს ეს ადამიანი. ჩემო ძვირფასებო. უბედური მისი დღეა. კიდევ მისი ენერგიები. რა ხდება მის ცხოვრებაში, ხო? ხო გეუბნებით. ეს ადამიანი კი, შეიძლება იყოს გამბედავიც, შეიძლება იყოს გულთბილიც, მამაციც, რაღაც საქციელები ქონდეს ისეთი, გეგონება ხეს მოგლიჯავსო, მაგრამ სტაგნაცია აქვს, მეგობრებო. ეს ამ ადამიანს ბალოტი აქვს. ეს ადამიანი კი არ მამაცობს. ამ ბალოტიდან როგორ გამოცუროს, იმას ფიქრობს, იმაზე ბრძოლობს ახლა. ხო. გააჩერე, ან წუხანდელი ღამენათევია და შეეძინა, ნამარია, რა გავაჩერე. ჭრელა. ჭრელა, ნამარია, ჭრელა. ოღაბებიაში რომა. ოღაბებიაში ჭრელა, რა დემართავ წეიქცავრა. წუხანდელი ღამენათევია, ბატონა. მაინტერესებს ერთი ამ ადამიანს მინდა ვკითხო ეხლა. სიყვარულის მხრივ რა ხდება? ფაქისო. მეგობრებო. კითხვა, დასმა და პასუხი ერთია. ამ ადამიანმა თავის სიყვარულთან რომ წავიდეს, რაღაცა უნდა წავიდეს. ახლა გზაშია. ფიქრობს როგორ მივიდეს, როგორ წავიდეს, ეს რთული გზა როგორ გადალახოს. გზა, რომელიც მისთვის სირთულეს წარმოადგენს. თქვენთან მოსვლა ადვილი აღარ არის მისთვის. მე არ ვიცი ამ ადამიანმა რა დანაშაული ჩაიდინა და მიუძღვის თქვენს მიმართ, მაგრამ თუნდაც დაგვიანების გამო იმდენად რთულად ეძლევა უკვე თქვენთან მოსვლა, მეგობრებო, მიწა გაუსკდეს და შით ჩავარდეს ურჩევნია. ოღონდ გეფიცებით, გულით ვამბობ. ისეთი რთულია ეხლა მისთვის თქვენთან მოსვლა, აი თუნდაც ამ დაგვიანებით თქვენ ვერ წარმოიდგენთ. აი ფიქრობს ეხლა როგორ მოვიდეს, რა მოგიტანოთ, რით გაგახაროთ. აი თან ფული არა აქვს, დაწყება უნდა ერთია. აი ხვრელი, შავი ხვრელია გაჩენილი, მეგობრებო. არც მზე აქვს და არც მთვარე. ხო. ფიქრობს რა გააკეთოს, რომ აი ნახეთ ქვემოდან თქვენამდე მოვიდეს, იმ სიყვარულამდე მოვიდეს, რაც მას გააჩნია. აი ხო გეუბნებით, აქ ორმხრივი სიყვარულია კი, მაგრამ იმდენად განადგურებულია, ვერ ხვდება საიდან დაიწყოს, მეგობრებო. ძალიან ეძებს გამოსავალს, თუმცა გამოსავალი აქვს. შეუძლია ადგეს და გავიდეს, მაგრამ ვერ ხვდება გონება იმდენად დაბინდული აქვს ეხლა, ხო? დაინახეთ, ხო? იმდენად დაბინდული აქვს გონება. აქ შეიძლება იყოს ტყუპებიც კიდე, შეიძლება იყოს თევზებიც, წყლის სტიქია შეიძლება იყოს მორიელიც, შეიძლება იყოს აიცით როგორაა, მეგობრებო, ზის და ყმუის. ხო. ყმუის, მეგობრებო, ყმუის. არც მასე არ თქვა.
არც მასე არ თქვა სანა, ვერ წამოვა, საიდან წამოვა, ხო, რაღაც პერიოდი შეიძლება წამოვიდეს, მაგრამ დასაწყისი სურვილი აქვს, მეგობრებო, ფიქრობს, უბრალოდ ფიქრობს, ეხა ამ ფიქრს რამდენხანს, ამას ქვია ფიქრია. ეს არის ფიქრია, ფიქრობს. ხო, ეს ადამიანი არის ფიქრია. ფიქრის დონეზე ფიქრობს, მეგობრებო, თორემ საქმის და ქმედების დონეზე კი არა, ფიქრის დონეზე ფიქრობს. საცოტა. რასაიქს პარტნიორი და ფიქრია. ახლა უნდა დავაწერო, რასაიქს ფიქრია. ფიქრია შვილია. კი ბატონო. თვარია შვილიც შეიძლება იყოს. თვარია შვილი, ანა მარია. დამთვარულია, საცოტა. ამან შეიძლება დაარქვა ყმუილა კიდე. ხო, ადინოკი ვოლკ. ხო იცით რა საკეთებს ყმუის. ხო, ეხლა შეიძლება სიმწვიდან ყმუოდეს. ეხლა შეიძლება ფჩხილებსაც იკვნიტავდეს, მეგობრებო. რამდენიმე ზოგიერთებთან შეიძლება ესეც დაემთხვეს. ხო, ფჩხილებს იკვნი, აი რატომ მომივიდა ეს აზრად, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ესეც იყოს კი. ხო. ხო. ხო, ნუ რა ვიცი ახლა. რა ვიცი. მე რაც. რას აიქმს, რას მოიმოქმედებს ბოლო-ბოლო დიდხანს იფიქრებს? ფიქრია სახელი დიდხანს ერქმევა ნეტა? მეგობრებო, როგორ ფიქრობთ? ფიქრია სახელი დიდხანს ერქმევა? ეს გადავჭეხე და მაინც ამოვიდა კვერთხების პაჟი. მე ვეუბნები თქვენ შორის რაღაც სხვაობა. მინდა გითხრათ, ეს ადამიანი ან თქვენ გატყუებთ, ან თავს იტყუებს. ან ვიღაცა ატყუებს. ამ ადამიანს ვიღაცა ატყუებს. კოშკი აქ ნახეთ, ამ ადამიანს ღამე არ ძინავს, კი. ამ ადამიანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი ტყუილია. იმდენად დიდი ტყუილია, რომ აი გადმოაგდეს, აი დაენარცხა მიწაზეო, რომ იტყვიან მეგობრებო. ხო. საცოდავათა. სიყვარულის მხრივ მაინტერესებს, აი სიყვარული. სიყვარული. ტყუილაშვილი, ხო. ტრანსფორმაციაშია ვაჟბატონი. თუ ქალბატონი. ნუ ვინც მიყურებთ ახლა თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, იმყოფება ტრანსფორმაციაში. გამარჯობას გეტყვით ახლა. ეს არაა მისთვის ადვილი. აი მე დღეს ტელევიზორს ხმა ვერ ჩავუწიე მეგობრებო. ხო. ამ ადამიანს ახლა ჯოჯოხეთური გზა აქვს გასავლელი, მინდა გითხრათ, ამ გზაზე დგას უკვე. ეხლა ამ ადამიანმა ის ჯოჯოხეთური გზა უნდა გაიაროს. ეხლა რამდენ ხანში გაივლის ამას მე ვერ გეტყვით აქ, მაგრამ უნდა სიყვარული, უნდა ქორწინება, ნიშნობა, განახლება უნდა ურთიერთობის. კი ბატონო, შენ ხარ ჩემი ბატონი თქვა. ხო. ვერ ჩავარტყავ ანა მარია. ჩემი არა, მე ვალი მექნება. ხო. ხო და მოკლედ ეს ადამიანი, ხო, ზოგიერთების შემთხვევაში შეიძლება პატიმარიც იყოს ადამიანი, ხო. ამ ადამიანს გაუმართლებელი საქციელები აქვს, რაღაც ჩადენილი, მოდი ესე ვიტყვი. ხო, პატიმრობის შემთხვევაში სხვა მხრივ მეგობრებო ბედზეა დამოკიდებული, ბედი როგორც დაუტრიალებს ბურბალს, ეხლა მაზეა ნათქვამი.
ხო, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ბედის ბორბალი უკუღმა დაუტრიალდა ამ ადამიანს, არც ისაა გამორიცხული. ხო, ისიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ წრეზე დადის სულ, დადის ერთ წრეზე ერთი და იგივე საქციელები და სულ. ჭკუა ვერ ისწავლა, ამიტომ ხდება მის ცხოვრებაში ტრანსფორმაცია და ამ ტრანსფორმაციიდან ეს ადამიანი უნდა გამოვიდეს პასუხისმგებლიან, ჩამოყალიბებულ, რა ვთქვა, მაგრამ პიროვნებად. ხო. კიდევ რას გვეტყვის? სიყვარული. ხო, აი ამის მერე ელოდეთ მისგან ელოდეთ ტრანსფორმაციის შემდეგ, ხო, ასე თქვენ, მეგობრები, ელოდებით. ზუსტად მაგას ელოდებით. თქვენს. აი ეს ის ლოდინია, თქვენს დახასიათებაში რომ ამოვიდა. აი ეს ზუსტად ისაა, რომ თქვენ რო არაფერი არ გააკეთეთ და ამით რომ ყველაფერი გააკეთეთ. აი ეს ის ლოდინია ზუსტად. ხო. ნახეთ? ქვემოდან რა არის? აი ზუსტად ესაა ის. აი. გურულები იტყვიან. ხო, ბატონო. თქვენ იცოდით რომ ეს ასე მოხდებოდა. თქვენ ძალიან კარგად იცოდით რომ თქვენი არაფრის კეთებით ყველაფერს აკეთებდით. ანუ არაფრის კეთებაში ის იგულისხმება რომ მისკენ არ გადადგით ნაბიჯი. დაკავდით თქვენი ცხოვრებით. ხო, რაღაც პერიოდი დაიკარგეთ მისი ცხოვრებიდან, გაქრით. ხო, გინდოდათ დასვენება ამ ურთიერთობიდან. გონების გონება ჩართეთ უკვე თქვენ მეგობრებო, ამიტომ დასვენება გინდოდათ თქვენ, მარტოობა გინდოდათ. ხო. აი ზუსტად მეგობრებო, დაკავდით თქვენი საქმიანობით, თქვენი ცხოვრებით იყავით დაკავებული აქამდე და ამ ადამიანიდან ისვენებდით ერთი სიტყვით და ორი გაგებით. ხო. ვინ რამდენი ხანი ისვენებდით, არ ვიცი, ვინ 2 დღე, 2 კვირა, 2 თვე და 2 წელი. ხო. რამდენი ხანი ისვენებდით, მეგობრებო? ასწავლი. მეგობრებო, 10 წელი ამას ელოდებოდით? ხახნვა 10 წელი ამას ელოდებით? ეს იმ ელასტიკებს კარგახანი ვერ გეიძრობდა, თქვენ კიდევ ამას ელოდებით? ასწავლი. ეცვას არ გეიძროს. მოკლედ მეგობრებო. 1 წელი, 2 წელი და 5 წელი კაი, მაგრამ 10 წელი ზედმეტია ძვირფასება. 10 წელი მართლა ზედმეტია. 10 საათი არ დაველოდები მე. მე პირადად. მესმის ახლა თქვენ გადატანითი მნიშვნელობით უბრალოდ თქვენი ცხოვრებით დაკავდით, თორე მართლა ამას კი არ ელოდებოდით. უბრალოდ ესე გამოვიდა, თორე ხო. ეს ადამიანი არ დაგთმოთ. ხო. ეს ადამიანი არ დაგთმოთ. ამბობს ამას.
რას გეტყოდათ? მოდი ერთი ვკითხოთ. რას გეტყოდათ აი ეხლა? თქმა რო შეეძლოს. რას გეტყოდათ? რა თქმა უნდა. რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ და უფალზე ვედრება შველას. გეტყოდათ იმას, რომ ამ ადამიანმა მწარე გამოცდილება მიიღო. ძალიან დიდი დანაკარგები მიიღო. ცხოვრებაში ახლა როა ესე არასოდეს არ ყოფილა. უყურეთ, ეხლა ამას რა სჭირს იცით? თქვენ ხო გაიარეთ ეს ყველაფერი და გამოხვედით ამ სიტუაციიდან. თვითონ ეხლა გადის. თქვენ გადარჩით რაღაცნაირად და აი ეხლა თვითონ ევედრება უფალს გადარჩენას. აი ესაა ეხლა საქმე. ამაშია საქმე. რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ ძალიან ცუდათაა. უასოზე აქვს ყველაფერი, უკან მისდის ყველაფერი. რას გეტყოდათ? ხო. რას გეტყოდათ და ეს ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც მოგწეროთ. და ამ წერილში იცით რა უნდა ეწეროს, რომ უთქვენოთ ძალიან ცუდათაა, რომ შეიძლება ტიროდეს. არიან მამაკაცებიც, რომლებმაც იციან ტირილიკი. ძალიან დამწუხრებულია. ძალიან ცუდათაა. უასოზეა ყველაფერი, კი ბატონო. უასოზეა ყველაფერი. უთვინობა და უშტერობა, უთვინობა და უფულობა და უთქვენობა. რას გეტყოდათ? გეტყოდათ იმას, რომ პაუზებშია. თავდაყირაა მისი ცხოვრება. ამას გეტყოდათ. ხო. კიდევ რას გეტყოდათ? რას გეტყოდათ მეგობრებო და მართალია იქ სტაბილურად არის, სადაც არის, მაგრამ ნახეთ, სიყვარული არა აქვს. ეს სიყვარული მოგონებებში აქვს. ამას გეტყოდათ. და ეს მოგონებები ხართ თქვენ. ეს ადამიანი იხსენებს თქვენთან გატარებული იმ დროს, რაც გქონდათ. ხო. სამკუთხედები. კლასიკურ სამკუთხედში ხართ. მეგობრებო, არ იკამათოთ. იკამათოთ მეგობრებო. მეგობრებო, არ იკამათოთ. ერთი წუთით პაზლი უნდა ჩავსვა, ხო დავიღალე. ხო. მოკლედ ეს ადამიანი ჩემო ძვირფასებო რაღაცა იხედება.
ნახეთ, ეხლა რას გეტყვით. ამ ადამიანისთვის აი რა ვქნა, ნახეთ მეგობრებო. ეს ადამიანი არის კი მანიპულატორი, მაგრამ უყურეთ, ამ ადამიანს რაღაცა წასვლა უნდა. ეს ადამიანი სხვა ნაპირებისკენ იხედება. ამ ადამიანს მოულოდნელად გზა ექნება. აი მოულოდნელობებით სავსეთ რაღაცას გადაწყვიტავს, რომ რაღაცა წავიდეს. რაღაც სიყვარულით წავიდეს, რაღაც ურთიერთობის მოსაგვარებლად დასალაგებლად პროგრესზე წავიდეს, ნუ რაღაც თავისი მანიპულაციებით რა თქმა უნდა, მაგრამ კი ელოდეთ მისგან შემოთავაზებას. აი რა გავაკეთო? მე არ ვიცი ვის რას შემოგთავაზებთ, ვის ცოლობას, ვის საყვარლობას, ვის ურთიერთობას, დაფარულს თუ გამხელილს, ეს მე არ ვიცი. მაგრამ ელოდეთ. აი მეგობრებო. ელოდეთ მისგან რაღაც ნაბიჯებს. ხო. მე არ ვიცი ხა რამდენთან რეზონირდება, მაგრამ ელოდეთ მისგან ნაბიჯებს. და მე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა გააკეთოთ და რომელ გზაზე გაუშვათ. ხო. მე თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ მეგობრებო. არჩევანი თქვენზეა კი, ჩვენ გვაჩვენა იქ, რომ არჩევანი თქვენზეა. ამას თვითონაც ამბობს, რომ თვითონ უკვე აღარ წყვიტავს არაფერს, გადაწყვეტილება თქვენზეა. ამიტომ დახასიათებას, როდესაც ავტვირთავ, კარგად მოусმინეთ, მეგობრებო. და მე მაინც მინდა ვკითხო კაცს. თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, მეგობრებო? აი, ყველა თქვენი სიტუაცია აიღეთ. თქვენ სიტუაციაში რა რჩევას მოგცემთ? ტარო. რა რჩევას მოგცემთ ტარო? მეგობრებო, ნახეთ? ხო. ბევრი თქვენთაგანი შეიძლება ჯიბრშიც იყვეთ ახლა, რომ ვაიმე ჩემია და არავის არ დაუთმობო. ეს ის იმ შემთხვევაში, თუ კი ვინმესთან ცოლქმრობა იყო, ოჯახი იყო და არ გინდათ ამ ურთიერთობის დათმობა. ხო, იმ შემთხვევაში. ეს ადამიანი დაიწყებს რაღაც ახალს. მაგრამ თქვენ რა უნდა გააკეთოთ? თქვენ, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ გადაერთოთ საკუთარ თავზე, იფიქროთ საკუთარ სიამოვნებაზე, არ დაყაროთ ფარხმალი, ნუ ხართ ესე განადგურებულები, მინდა გითხრათ. ხო. ესე ნუ იქნებით. ხო. ესე ნუ იქნებით. თქვენი ადამიანი მაინც არ წავა არცად, ვერც ჯადოებით წავა და ვერც ნუსხებით და ვერც ვერაფრით. მეგობრებო, ამიტომ უბრალოდ თქვენ რაც შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ დაკავდეთ თქვენი ცხოვრებით. ის რაც თქვენთვის გაუგებარია, ამაზე არ ინერვიულოთ. კი, ბევრი შემთხვევაში არის ჯადო, მაგიები. აბატონო. აქ არის მაგიებიც. კი ბატონო. ხო. ოჯახი, კიდევ ოჯახი. ზოგიერთების შემთხვევაშიც არის ოჯახი, როგორც თქვი წეღან. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ქმარია თუ, საყვარელია თუ, ცოლია თუ, ვინცა არ აქვს მნიშვნელობა. ამაზე თქვენ არ ინერვიულოთ. გასაშვები უნდა გაუშვათ და მოსასვლელი თუ მოიყვან სამყარო. თქვენ არაფერზე არ უნდა ინერვიულოთ. მოკლედ დავხურეთ ჩვენ ეს თემა. და მაინც მინდა დაუბრუნდე ახლა ასტრაბარათებს. რასა იქმს პარტნიორი? აი რას გვეტყვის ახლა? ამ ყველაფრის მერე მისი მოქმედება გვაინტერესებს, ხო? თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის მოქმედება. ეს ადამიანი მოქმედებს იმას, რომ შორიდან გიყურებთ. მუდამ ჟამს.
მეც ვერაფერს ვერ აკეთებს, ესე შორიდან ტკბება თქვენი ცქერით. რას გააკეთებს? რას გააკეთებს? რას გააკეთებს და რაღაც ხაფანგს დაგიდებთ. მინდა გითხრათ. აქ ხატია ხაფანგი. ნახეთ? ვაიმე. ხო, ნახეთ? ეს არის ხაფანგი. ეს არის შულდისარი. რაღაცას ისეთ სიზამს ტყვიაში აჯენს, ან ჩააჯენს, ან ხაფანგს დაგიდებთ, რაღაცას მოიფიქრებს სიეშმაკეს მეგობრებო. ხო. რას მოიმოქმედებს? აი ხო ხედავთ, რას მოიმოქმედებს? აი ამას მოიმოქმედებს. მაგრამ ვერაფერი გამოუვა ამ ადამიანთან, იცოდეთ. თქვენთან ვერაფერი ვერ გამოუვა. გამორიცხულია, მე ესე გიყურებთ შორიდან. აი ნახეთ, ეს თქვენს დახასიათებაში ამოვიდა. თქვენ პირიქით იქეთ ეუბნებით, წადი ეს გააკეთე, წადი ის გააკეთე, ეხლა ესქენი, ეხლა ისქენი და ეს ხართ თქვენ. აქ ყველაფერი უკვე ნათქვამია მეგობრებო. ვერაფერი ვერ გამოუვა ამ ადამიანს, მინდა გითხრათ. ვერც მაგია გამოუვა, ვერც ჯადო გამოუვა და ვერაფერი ვერ გამოუვა ამ ადამიანს, თუმცა იფიქრებს კი. ეს ადამიანი შეიძლება იფიქრებს კი, მაგრამ არ გამოუვა. არ ჩოუვა კალოშებში ფეხი რო იტყვიან. ხო. ის კონკიას ქოშები არ მოერგება ამ საწოდავს. ხო. კი მოუნდება ამ მანტიის მოსხმა და ამ ჯინსის თუ კლასიკური შარვალის ჩაცმა, ელასტიკების მერე, მაგრამ არ გამოუვა მეგობრებო. ამ ჭკუით არ გამოუვა. აი ესეთ ადამიანთან ესეთი საქმე არ შეიძლება. ამას სამყარო არ დაუშვებს. ხო. ახსო რომ ჩემო ძვირფასებო არ გამოუვა. მაგრამ ეცდება კი. ეს ადამიანი ძალიან გაკვირდებათ. შეიძლება უყური ახლა რა გააკეთოს. ხაფანგში შეიძლება იგულისხმებოდეს ის, რომ სადმე დაგპატიჟოთ, თქვათ. რადგან აქ მოგზაურობა ხატია, აქ შეიძლება რადგან მოგზაურობა ხატია, ხო შეიძლება დაგპატიჟოთ სადმე სამოგზაუროდ წასვლა. და ეს იყოს ერთ-ერთი ხაფანგი თქვენთვის. მაგრამ აიჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის ვარიანტით მოერგეთ ამ ყველაფერს მეგობრებო. ხო, ასე რომ არ გამოუვა, რადგან უკვე იცით, ამიტომ იფრთხილეთ. და კიდევ ერთი ბარათი. აბა რა გითხარით ახლა? ვაი, ამ ადამიანს ჯერ ეს ადამიანი როდის გაიძრობს, ამ ელასტიკს მაც არ იცის. ქვემოდან ნახეთ რა კარტია, მეგობრებო. ხო გეუბნებით ეს ეცდება მაგთან წასვლას. რაღაცას ეცდება, მაგრამ არ გამოუვა. არ გამოუვა მეგობრებო. თუმცა ძალიან ეცდება კი. თუ კი ეს ადამიანი ფინანსურად კარგად დგას ფეხზე და იქ ჩვენ გვაჩვენა რომ ამ ადამიანს რაღაც თავისი წილი ფინანსები აქვს, ამ შემთხვევაში ეს ამაში თანხას გადაიხდის, მაგრამ არ გამოუვა. ხო. ხო, შეიძლება კიდევ ბევრი კითხვა გაუცემელი, ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვები გქონდეს და ამისთვისაც შეიძლება მიმართოს მაგს მაგალითად კიდევ კი. ხო. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო მისი მოქმედებები, რასა იქმს პარტნიორი და იქმს ამას. ამას გააკეთებს კი. გააკეთებს კი მეგობრებო. გააკეთებს არა, შეიძლება უკვე გაკეთებულიც აქვს, იმიტომ რომ თავის დახასიათებაში ჩვენ გვაჩვენა რომ რაღაცა შედეგს ელოდება, რაღაცას ელოდება ეს ადამიანი. ამიტომ იცოდეთ რომ რასაც ელოდება ის არ გამოუვა. ნაცარში ჩაიყრება, ჩაუვარდა კოვზი ნაცარში ჩაუვარდაო, რო იტყვიან ისეთი რაღაცა დაემართება. მაგ მხრივ ამ ადამიანს არ გამოუვა.
იმიტომ რომ სამყარო არ დაუშვებს. ესეთ ვულკან ადამიანებთან ესეთი რაღაცა არ შეიძლება, მაგრამ სამყარო არ დაუშვებს, ასე რომ მეგობრებო, თქვენ მაგაზეც არ ინერვიულოთ. ხო. თუმცა თვითონ ასე თვლის, რომ სიყვარულის გამო, ნუ არ ვიცი ხა ვის რანაირად უყვარს, მაგრამ სიყვარულის გამო ყველაფერი ნებადართულიაო, აი ესეთი ესეთი მსჯელობა აქვს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს, ამიტომ ვისთან როგორ რეზონირდება, ძალიან გამიხარდება თუ კი დააფიქსირებთ თქვენს აზრს მერე YouTube-ზე ჩემო ძვირფასებო. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას. მინდა ბედნიერი მშვიდობიანი ღამე გისურვოთ და ბედნიერი დილის გათენება, ხვალინდელი შაბათი დღე, შაბათ კვირა, ბედნიერი არ დადეგები. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, არაფერზე არ ინერვილოთ, არაფერზე არ იღელოთ, ზოგადად არ ღირს, ეს ჩვენ კარგად ვიცით და გელოდებით კომენტარებში უღრმესი მადლობა ყველას. აბა დროებით. მშვიდობიანი ღამე, თქვენც ასევე გაიხარეთ.